რას დავბედით? იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა მოგესალმებათ. თენგის გოგოტიშვილის პოდკასტის სპეციალური გამოშვება. თუ აქამდე არ გამოგიწერიათ, აუცილებლად გამოიწერეთ ყველა პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. ამას აღარ ქვია, რომ ბნელი ღრუბელი ჩამოწვა პროჭორულელთა თავს. ამას ქვია, რომ ბნელი ღრუბელი როგორც იქნა, გაიხსნა და დაატყდა თავს პროჭორულელთა ერთ ნაწილს. დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც ბრალად ედება ქრთამის აღება ჩვენს წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. ამდენი თვეა იძიებენ, ქეკავენ, ჩოთქავენ, დაკითხვებზე დაათრევენ სუსის ყოფილ უფროსს და აქამდე რატომ არ დაიჭირეს? რა გონიათ? რუსი ოლიგარქის სამყაროში ეს ძალიან მარტივად აიხსნება. ამდენი თვე უბრალოდ ვაჭრობენ. ჩვენ გიხსნით ამ ბრალს, შენ კი ბორიაზე ის კომპრომატები რომ გაქვს თავისი დედნები და ასლებით. აქ მოგაქვს. ჩვენ ამოვიღებთ ამ ფურცლებს, შენ კი ჯიბიდან ამოიღებ ამდენ მილიონს და აიტან ჭორვილაში. ამდენი თვე იძიებენ და იცით აქამდე რატომ არ დაადეს ბორკილები ლილუაშვილს. უთხოვია, მაინც გენერალი კაცი ვარ და ჩეკისტის დღეს ციხეში ნუ შემახვედრებდო. იმათაც კარგიო. შეხვედრია ჩეკისტის დღეს 20 დეკემბერს, როგორც ძერჟინსკის საქმის ღირსეულ გამგზელებელს ეკადრება მეგობრებთან ერთად. ორი ჭიქა წაუქცევია, მერე გაუხტია საპარატე კიდელი, ჩაულაგებია თბილი ტანსაცმელი და 21-ში დილით მისდგომია პროკურატურას. მაგრამ იქ უთქვამთ, ახლა დღეს მიშას დაბადების დღე და შენც რუსთავის იმავე ციხეში უნდა ჩაქვსოთ, იმას ეგონება რომ საჩუქარი გაუკეთეთ და მოდი ახლა არ გინდა ხვალე მოდიო. წამოსულა, მისულა 22-ში, მათ უთქვამ, დღესო ზურაგირჩი ჯაფარიძის დღე გვაქვს და არც შენთვის არ უცალია დღესო. წამოსულა ისევ და 23-ში მისულა. 23-ში დაადეს ბორკილები. როგორც იქნა დაიჭირეს. მოდი დავსერიოზულდეთ ახლა. სულ რამდენიმე თვეში აგვეხილა თვალი, გაგვეხსნა ყური და გავიგეთ, რომ ქვეყნის ერთი ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი უცხო ძალის აგენტი ყოფილა. იმათი დანიშნული ვიღაც deep state-ის. მეორე იმის შემცვლელი, ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი. ჯიბიდან გავარდნილი მექთამე. უშიშროების ყოფილი უფროსი ევროპელი პენსიონერებისა და ქართველი ბავშვების უმყლეფავი ყოფილა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ყოფილა ჯარისკაცებისა და სნეულთა მკვლელფავი. და მხოლოდ ნინო წილოსანი და კახა კალაძე ყოფილან პატიოსნები ამხელა ქვეყანაში. ხო, მართლა კახა კალაძეზე გამახსენდა. ეგ როგორ გამოდის? თბილისის საბავშვო ბაღებს მილიონებს პარავენ, ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს პირიდან უღებენ კომბოსტოსა და მანანას ბურღულს. პირდაპირ მნიშვნელობით უღებენ. და ქალაქის მერმა არაფერი იცის? ეგ როგორ ხდება? ამხელა მონიტორინგის სამსახურები, აუდიტები და რა ვიღაცეები რო ყავს. ეგენი რას მიკეთებენ? რას გიკეთებენ? ეჭვიც არ გაგიჩნდა არაფერს. აბა ფერარი დაიფიცე. მაგრამ მე მაინც ყველაზე მეტად ოპოზიციური ტელევიზიების ბრალდების ნაწილი მომეწონა. იცოდნენ რომ ლილუაშვილი კოლ-ცენტრებს მართავდა და არ ამბობდნენო. ახლა ძლივს გავიგე რა ძირგამომთხრელი როლი ჰქონია მედია საქართველოში და რატომ ებრძვის რეჟიმი მას ასეთი გამწარებით. ისე სხვათა შორის გეტყვით რომ თავარ მარხმა თავის დროზე 4 წლის წინ გამოიძია და დაადასტურა რომ სუსის ნაჩანიკი კოლ-ცენტრებს კრიშავდა. და მერე იცით რა მოხდა? ლილუაშვილმა იჩივლა და მთავარი არხი თავისი უმციკლო რეპუტაციის შემღალვისთვის დააჯარიმა 1 ლარით. ახლა კი უცებ აღმოჩნდა რომ ბორიას ჩეკისტის ღირსება და პროფესიული რეპუტაცია ის 1 ლარით არ ღირებულა. მაგრამ აქვე იგივე თემა გამოძიებული ჰქონდა ფორმულას. იგივე შედეგით. ქალაქის ცენტრში ათეულობით ოფისში, სადაც ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრებია განთავსებული მთავარი არხის წყაროს ინფორმაციით, კიბერდანაშაულში ჩართული პირები არიან დასაქმებული და ევროკავშირის მოქალაქეებს ძარცვავენ. ჩვენი რეპორტაჟიდან 3 თვის შემდეგ ლილუაშვილი დამოუკიდებელ მედიასა და ოპოზიციას პატივისა და ღირსების შელახვაში ადანაშაულებს. სურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ტელეკომპანიების მთავარი არხისა და ფორმულას, ასევე ლევან ხაბეიშვილის მიმართ სასამართლოში წარდგენილია სარჩელი. მოადგნენ ახლა გერმანელებიც, სავარაუდოდ ფრანგებიც, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, რომელსაც აინტერესებთ, როგორ ხდება ჩვენი ქვეყნიდან ევროკავშირის მოქალაქეების ძარცვა, ისე რომ არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია საქმის კუჭი და თურმე არც არავინ კრიშა არ ყავს. ამაზე დარდობს ახლა ბატონი ლილუაშვილი. იტყუებით, ახლა დაადგინა ბევრი ადამიანია დაკავებული და ბევრი კოლ-ცენტრი გაქრა. და ის კოლ-ცენტრები საიდანაც თქვენი ტელევიზიები ფინანსდებოდა როგორ ჩანს? თუ რამ არასწორად მახსოვს, შემისწორეთ. ლილუაშვილი არ იყო ბორიას ყველაზე სანდუკაცი და მაგას არ ქონდა ჩაბარებული, დავალებული. შიკრიკობა ამერიკაში რომ გზავნიდა სავაჭრო. თქვენ მე სანქციებს არ მიწესებთ, ფულს მიბრუნებთ, მე კი ცოტა დემოკრატობანას და დასავლეთობანას გეთამაშებითო. არ ვარ მომხრე იმისა, რომ რომელიმე მთავრობამ მათ შორის არსებულმა, მათ შორის მომავალ
თავრობებსაც გულისხმობ. ეს არგუმენტი გამოიყენოს იმისათვის, რომ ჩამოაყალიბოს დიქტატურა, ჩამოაყალიბოს ადამიანის უფლებების შემლახველი რაღაც მანქანა, თუმცა სწორი ბალანსი ყოველთვის არის მოსაძებნი. მაგრამ ლილუაშვილის დიპლომატია მაშინ ამერიკაში რომ ვერაფერი იქნა, სანქციები რომ ვერ ააცილა ხაზე. ახლა მიეწია აღმარჩიქვად. აი, ახლა მოეთხოვება ყველაბრისთვის ნამდვილი პასუხი. ყველაბრისთვის. Шакал я паршивый. У детей деньги отнял. Детский сад ограбил. ახლა მოდი მართლა დავსერიოზულდეთ. ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ გქონდა ეჭვი, რომ ქართული სამართალდამცავი სისტემიდან ჟონავდა ინფორმაცია პირდაპირ რუსულში. ამდენი ხანია ვამტკიცებდით, რომ რუსული სპეცსამსახურები ფლობენ მონაცემთა სრულ ბაზას, სულ ცოტა ქართველი სამხედროების შესახებ და არა მხოლოდ მათზე. და ახლა ამ გამოძიებას მოუწევს დაამტკიცოს, რომ ბურიას ჩეკისტები მხოლოდ კომბოსტოსა და მანანას ბურღულზე ან კოლ-ცენტრებზე ითმობდნენ ხელს და არასოდეს შეხებიან ინფორმაციას, რომ უძვირფასეს მართლა ძალიან ძვირადღირებულ ინფორმაციაზე ფული არასოდეს უკეთებიათ. აწი რა იქნება და კიდევ ვის ჩაიყოლებს ეს მორევი? გამორიცხავთ რომ შესაძლოა აქედან გამოსულ ბრალს მოგიყენო? ღვთისნებაა ყველაფერი, რა შეგამოიცი. ხო, ჩვენც მაგას ვამბობთ. ყველაფერი ღვთისნებაა. ღმერთი ყველას მიუსავს. ღმერთი ზემოდან იყურება. სადღაც ჭორვილას თუ აბასტუნის მთებიდან. ეს იყო ვაშე გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილთან სპეციალური გამოშვებით. აუცილებლად მოიწონეთ და აუცილებლად გამოიწერეთ ყველა პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავბიდი, იმაზე რაც ვაგეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.